ლაქტაციის დროს რომელი პრეპარატი შეიძლება მიიღოს დედამ და რომელი არა. ჩვენ ვართ პედიატრი ძმები. პირველ რიგში უნდა შევიდეთ საძიებო სისტემაში. საძიებო სისტემაში უნდა ჩავწეროთ წამლის მოქმედი ნივთიერების სახელი, მაგალითად პროპრანოლოლი და გვერდით მივუწერთ საძიებო პორტალს LactMed, სადაც მითითებულია როგორც წესი ყველა წამალზე მოკლე აღწერა, რამდენად შეიძლება მისი გამოყენება და რამდენად უსვაფთ ხოლმე მისი გამოყენება ლაქტაციის დროს. როგორც წესი პირველივე საძიებო რამ რაც ამოვარდება იქნება ეს პორტალი, გადახვალთ ამ ბმულზე და ამ ბმულზე როდესაც შეხვალთ პირველივე აბზაცში როგორც წესი მოკლედ არის ხოლმე აღწერილი, რამდენად შეიძლება და რამდენად უსაფრთხო არის ამა თუ იმ წამლის გამოყენება ლაქტაციის დროს. საძიებო ველში, როდესაც რაღაცა მედიკამენტის მოქმედ ნივთიერებას ჩაწერთ, შეიძლება არ მოიძებნოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ მედიკამენტზე კვლევები არ არის ჩატარებული და შესაბამისად ამიტომაც არ მოიძებნა ინფორმაცია. აგვიწერეთ კომენტარებში თუ იცოდით ამ პორტალის შესახებ. დროებით.